ანდალუზიის სევილია ევროპა ლიგის გამარჯვებულია. გუნდმა ძალიან დაძაბულ შეხვედრაში ჯაბაკანკავას დნიპრო დაამარცხა და მოგება ბაკას დუბლით მოახერხა. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ორივე გუნდს საკმარისი საგოლე მომენტები ჰქონდა. ჯაბა მოედანზე 85 წუთი დაჰყო. თბილისის სუპერთასის შეხვედრაში სევილია მიიღებს მონაწილეობას. მათ მეტოქეს კი 6 ივნისს გავიგებთ ჩემპიონთა ლიგის 2014-2015 წლების სეზონის ფინალურ მატჩში. მადრიდის რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ტურინის იუვენტუსის ნახევარმცველ პოლ პოგბას კონტრაქტი შესთავაზა. მადრიდულმა კლუბმა ფრანკ ფეხბურთელს 5 წლიანი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, რომლის მიხედვით პოგბა წელიწადში 18 მილიონ ევროს მიიღებს. იტყობინება AS გამოცემა ლა სტამპაზე დაყრდნობით. უცხოური პრესის ინფორმაციით კი ბარსელონას სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა ტურინში იმყოფება და პოგბასთან მოლაპარაკების გამართვას გეგმავს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის ტოპ 14-ის მონპელიეს ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა კლუბთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა და იქ შესაბამისად 2018 წლის ივნისამდე დარჩება. ნარიაშვილი, რომელსაც 25 წელი 25 მაისს შეუსრულდა მონპელიეში 5 წლის წინ მივიდა და პირველ წელიწადს გუნდთან ერთად საფრანგეთის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო. მომავალი წლიდან ის პირველ გუნდში დაწინაურდა და ელიტარულ რაგბში სადებიუტო მატჩი 2011 წლის 14 ოქტომბერს ბაიონის წინააღმდეგ ჩაატარა. 2012 წელს მან მიწვევა ეროვნულ გუნდშიც მიიღო და იმავე წელს მონპელიესთან თავისი პირველი პროფესიონალური კონტრაქტიც გააფორმა. სოფლიოს უსწრაფესმა ადამიანმა 6-ის ოლიმპიურმა ჩემპიონმა უსეინ ბოლტმა 2015 წლის სეზონში პირველი ოფიციალური სტარტი გამართა. მან მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში გამართულ ტურნირში. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა შემადგენლობა საკმაოდ ძლიერი იყო, სწორედ იამაიკელი სპრინტერი გახდათ მთავარი ვარსკვლავი და უსაინმაც არ გაუცრუა იმედები გულშემატკივრებს. ამჯერად ბოლტმა 200 მეტრზე გამოსვლა გადაწყვიტა და დიდი უპირატესობით მოიგო გარბენი. თუმცა შედეგი საკმაოდ დაბალი იყო. იამაიკელი 23-დან ვერ გამოვიდა 20.13 წამი. შეგახსენებთ, რომ 200 მეტრზე ბოლტის რეკორდი 19.19 წამს შეადგენს. დიდი სლემის ტურნირების 17 გზის ტრიუმფატორმა როჯერ ფედერერმა საფრანგეთის ღია პირველობის ლევანდელი ტურნირის მეორე წრის ბარიერი წარმატებით დაძლია. 33 წლის შვეიცარიელმა 4 წლით უმცროსი ესპანელი მარსელ გრანოლიერსი 6-2, 7-6, 6-3 დაამარცხა. საათსა და 48 წუთის განმავლობაში როჯერმა 5 ბრეიკი და 3 ეისი შეასრულა. ფედერერი მეოთხედ შეხვდა სადღეისოდ რეიტინგის 57 ნომერ გრანოლიერს და მეოთხედაც მოახერხა პირენიერის დამარცხება. სოფლიოს კლასიფიკაციაში მეორე საფეხურზე მყოფი ფედერერის მომდევნო ოპონენტს კვიპროსელი მარკოს ბაღდატისისა და ბოსნიელი დამირ ჯუმბუხის მატჩი გამოავლენს.